ძმაო როგორ არის? მუხბე. 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 კარი გამიგე ძმაო? ორენკე. ორენკე. ივას ხე. აი ასე თქოს ბაბუ. რა ვიცი, ბევრი ვიფიქრე და ეხლა კოტესთვის რომ ეთქვა შეიძლება არც დაეჯერებინა ჩემთვის. იმარა, შენ თუ არ დაგიჯერა, აბა ვის დაუჯერებს, ა? თუმცა იაჩი რა. რა ვქნათ ბაბუ? რა უნდა ვქნათ? უთხრათ ბაბუა შენს ადრეა. ესე იგი ოფშორული ფირმაო, ხო, ესე ბძანა ქალბატონმა? კი, ასე. და რეკვიზიტებს თემურის მიწერს, ხო? ხო. აი აქ შეცდა ქალბატონი ლანა. აი შენი ხაკერობა ეხლა საჭიროა. გასაგებია. ესე იგი ოფშორია. სადა? ბაჰამებზე. ბაჰამები. ესე იგი ამერიკაში რო ჩავა, მერე მოიწერს, რომ მაგვიანდებაო, ცოტას დავისვენებო, მერე იქ ჩავა და გახსნის ფირმას. ისე, თემომ უთხრა, იქ წასვლა სულ არ არის საჭიროა. თემური მართალია. ესე იგი არავის არ ვენდობიო, ესე ბძანა? ესე თქვა. არა, თემურის მელს ენდობა, ხო? აი ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ. ბაბუ, ლანა კიდე ხო, მაგრამ თემური? თემური ჭკვიანი ბიჭია და კაი ბიჭია. მაგრამ იცი რა შეა საქმე? უმამოდ გაიზარდა და ამას განიცდის, ძალიან განიცდის. ნუ ახლა ეს გასაგებია, მაგრამ ეგეთი დაკომპლექსება არ გამიგია. მაინც ვერ გავიგე ბაბუ რა, რატო ენდობა კოტე ესე ძალიან. სულ პატარა იყო, როცა იპოვა და სახლში მოიყვანა. სად იპოვნა? რა ვიცი. პაპა შენი კარგი ხანი არაფერს მიყვება. თუმცა თემური სანდო და ერთგული კაცი იყო, მაგრამ ეხლა რა დაემართა არ ვიცი. ბაბუ, იცი რა? მე ხლა კოტესთან ხშირად მომიწევს ოფისში სიარული. დავპირდი საიტს გაგიკეთებთ მეთქი. მერე შევთავაზებ სხვა რამეს თუ გაქვთ გასაკეთებელი, იმასაც გავაკეთებთქო. თან დავაკვირდები როგორ მოქმედებენ, რას აკეთებენ, რას ლაპარაკობენ. კი, მაგრამ სხვისი ლაპარაკის ყურძგდება რო არ არის კარგი, ეს არიცი? არა, როგორ არ ვიცი ბაბუ, მაგრამ ბაბუა ჩემს ღუპავენ და მაგის დროა ეხლა? მართალი ხარ. ბაბუ, კიდე ვის უნდა უთხრათ ეს ამბავი? არ ვიცი. აბა მე და შენ გავწვდებით, ბაბუ? კი, მაგრამ რატო არ უნდა გავწვდეთ? რა ვიცი. ანას? ანაჩკა კაი გოგოა. მაგრამ მოდი ამით ნუ დავტვირთავთ. ისე თუ რამე დაგჭირდა, ისეთი გოგოა, რომ არც კი შეგვეკითხება, ესე დაგვეხმარება. ლევანს? ლევანი იმ წუთში მივარდება თემურისა და დავიყუპებით.
გააფუჭებს საქმეს. მართალი ხარ. რა ვქნათ, ბაბუ? რა ვქნათ? მისმინე. ყველა ოფშორი უნდა ვნახოთ ინტერნეტში. შემდეგ დაწვრილებით გავიგოთ იმათი პირობები. ეს ერთი. ეხლა ოფისში თხოვე ვინმეს, რომ გასწავლოს ფინანსური და ბუღალტერული პროგრამები. მაგას ჩემი თუ ისწავლი, ბაბუ. ხო. თემურის მეილი უნდა გავტეხოთ. შევეცდები, ბაბუ. შევეცდები, რა სიტყვა? აუცილებლად უნდა გააკეთო. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. კარგი, მაშინ გავაკეთებ. ხო, გააკეთო უნდა. და კიდევ ბაბუაშენს თხოვე, რომ მოგცეს უფლება საღამოებით ოფისში დარჩე და კომპიუტერთან იმუშაო. კარგი, ვთხოვ. მე თემურის კომპიუტერშიც შევძრები და ლანასთანაც. ისე მაგათ პაროლები ექნებათ დადებული, მაგრამ ეგ არაფერი. მოვა დრო და კოტესაც ვეტყვით ყველაფერს. ლევანსაც, ისე ნაწილობრივ. მაგრამ ეხლა ეს მარტო შენი და ჩემი საქმეა. გასაგებია? გასაგებია. თქვენ გეკითხებით რა მოხდა? ვინ დაჭრა ზურა დანელია? ზურა დაჭრეს? დიახ ბატონო, ზურა დაჭრას. თემო, ისე მეკითხები, თითქოს არაფერი არ იცოდი. ხოცა თემომ საიდან უნდა იცოდეს და საერთოდ სახლში რატომ არ მითხარი? არ ვიცოდი ბატონო, სახლში ჯერ. ვიცი, მაგრამ გუშინ იმ კაცს ველაპარაკე. ბოდიში მოიხადა. ის ბოდიში მივიღე და რაღაცა უნდა დაგვეჭრა. არ ვიცი რატო უნდა დაგეჭრათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გაქვს კუდი კუდზე გადამული და კაცმა არ იცით რას აკეთებთ საერთოდ. რას უნდა ვაკეთებდეთ? რაც საჭიროა, იმას ვაკეთებთ, მამა. მოიცა. როდის გაგაგებინეს? ცოტა ხნის წინ მითხრა არჩილმა. არჩილმა. ხო. საიდან გაიგო? არ ვიცი, პოლიციაში ყავს ვიღაცა ნათესავი თუ რა. იცი რა მაინტერესებს? რატომ გონია რომ ჩვენ ვართ ამ საქმეში გარეული? იცი რატო ლევან? იმიტომ რომ რაღაცას მატყუებთ. რას გატყუებთ, მამა? არ ვიცი, მამა, რას მატყუებთ, მაგრამ რაღაცას არ მეუბნებით. ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ რომ დაგვაკავშირე ამ საქმესთან. ძალიან მიგვერს, იცი? არა, იცი რა, მე საერთოდ სხვა რამე მიგვერს, თემო. რა? რა და აი, შენ თუ იფიქრე რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, შენ წარმოგიდგენია სხვა რას იფიქრებს? მოიცა. მამა, იქნებ დანელიამ ეს სპეციალურად მოაწყო. შენ ნორმალური ხარ, ბიჭო. კაცი დაჭრილი არის, გული და 3 სანტიმეტრია აცილებული და ის დაცვა კიდე გადარჩება თუ არა კაცმა არ იცის. ესე იგი ეს თქვენი ნამაიმუნარი არ არის? კარგი რა, მამა, კარგი რა. პოლიცია ხო ეძებს? ხო და იპოვიან რა. ესე მინდა რომ იპოვო. და საერთოდ ამ ბოლო დროს ცოტა ნერვიული გახდი შენ. ხო, ლევან, და მაგის მიზეზი მაქვს. და ხდება რამე? ხდება. ვიღაცა მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სერიოზულად და ეს ვიღაცა არის აი აქ ჩვენთან. ვინ? ვიცოდე. აქ სათაო ოფისში სულ რამდენიმე კაცი ვარ, სხვათა შორის. სათაო ოფისში თუ სად? მაგრამ ეს არის ასე. და მე ამას ვგრძნობ. კარგი, მაგას გავიგებ. დანელიას რა უყოთ? ის ვალების ამბავი როგორ არის? ძალიან მალე მოვაგვარებ მაგას. ხო დაუჩქარეთ და არჩილიც ჩართეთ საქმეში. არჩილი საჭირო არ არის, ჯერჯერობით. რატო ეს ხელშეკრულებები ხო გაქვს დასაფარო? მე შევადგენ ხელშეკრულების ტექსტს. არ არის საჭირო რომ ბევრმა ხალხმა იცოდეს ამის შესახებ. თემო, ესე იგი შენ არჩილსაც არ ენდობი. ხო, არ ვენდობი. არა, პრინციპში თემა მართალია, არ არის საჭირო ეხლა ეს ამბავი ბევრმა გაიგოს. კაი ბატონო. ეხლა თავარია დანელი რას იზავს. იცი რა, ვალები გადმოვიფორმოთ და რაც უნდა ის უხნია. თემო, რა შვაშია ვალები? მე გეუბნები ახლა რას იზავს მე. რა უნდა ქნას, მამა, რა, მითხარი რა. მე საერთოდ არ ამგონია რომ დანელიას ჯეროდეს რომ ამ საქმეში ჩვენა ვართ გარეული. მარჯერა, მაგრამ შეიძლება ცადოს და ეს ჩვენ წინამდე გამოიყენოს. ვერა თემო ვერ გამოიყენებს. ყველამ ხომ იცის რომ ბოდიში მოიხადა. ჩვენც ხომ ეს ბოდიში მივიღეთ არა? და ყველამ იცის რომ ჩვენ ომი არ გვინდა. მართალია ლევანი. კეთილი. რახან მართალია? კარგი.
მოკლედ მიხედეთ ამ საქმეს ცოტა შვიდად და წყნარად. შარი მე მგონი არ გვჭირდება სადაც სუშარში ვართ. კარგი, წავედით, წავ. მამა, მე და თემო დავრჩებით რა ცოტა ხანი. მე წავედე მაშინ. რა ხდება? ეხლა შენ დამიწრე თავიდან რა. კარგი. თემო. მოდი რა უთხრათ ელენეს ამბავი, კარგი? ბიჭო, შენ სულელი ხო არ ახარ? რა დროს ეგ არის? კარგი, წავედი. წავედი. ზურა. ხო, ძმაო. რაც ახლა აღსარებაზე მითხარი. ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოს მონასტერში წასვლა. ერთად წავიდეთ თუ გინდა. ყოფილია ვარ? რა მინდა მონასტერში, ჰა? შენ როგორ შეგიძლია ესე მარტივად და უბრალოდ ამ ყველაფრის ტარება გამაგებინე რა? არ შემიძლია, მამა, არა. ხო, ჩვენს ოჯახში სულ ასეთი პირობები იყო, რომ ან ბერი უნდა გამختارიყავი, ან ისეთი ნაძირალა, როგორიც ვარ, რა. არა, ჩვენს ოჯახში ასეთი პირობები არ ყოფილა, მე მგონი. კარგი. რა ჭირდა, ბიჭო, ჩვენ ოჯახს სამაგისო. ცუდი ამბები მომდის შენზე, რო იცოდე. გეძებ, მინდა დაგელაპარაკო, მაგრამ მისმენ? მიდი, გისმენ, დაიწყე. 15 წელია გინდა რომ დამელაპარაკო. მიდი გისმენ. ეს საავადმყოფოში ვარ წავიყვანოთ. არა, რა საავადმყოფოში. საუკეთესო იქი მყავდა ახლა აქ. ამის სათქმელად მოხვედი? ჰა? მითხარი. ზურა. ასე ნუ მელაპარაკები. რა გჭირს, ადაგემართა. რას დაემსგავსე? 15 წელი კი არა, მთელი ცხოვრებაა უკან დაგდევ. კუდში. ვერაფერს გავხდი, რა ვქნა? ბოლოს როდის ვნახე თუ გახსოვს, აბა? არ ვიცი. 4 თვეა მას მერე. ტელეფონით მაინც შემხმიანებოდი. ერთი წამი. აჰა. ბუხუტიჩ როგორ ახარ? აჰა. ოჩახ. ასეთი რატო უნდა გამოსულიყო ვერ გავიგე. მე სხვა სახელი მაქვს საქართველოში, შვილო. იცი საქართველოში ყველა შენი სახელი და გვარი აკერია პირზე. ბუხუტი დანელია. ზურა. ხო, ზურა, ვიცი. რა? ხო, მთელი ბავშვობა აი ამ კაცით ვამაყობდი, ხო? 76-ში, სამტრედიაში, ავტოსადგურის ზაბიგალოკაში შენმა საძმაკაცო მაგრად იქეიფა და ფული დააკლდა. და უთხრეს რომ ბუხუტი დანელია. 2 დღეში გამოივლის და ამ ფულს გადაგიხდისო. 2 დღე ელოდა ბუფეტში. 2 დღე, ხო? აბა და შენ მაინც ჩახვედი და ფული გადაუხადე. ეხლაც კი ცრემლები მადგება, მამა. ხო? მაგრამ მინდა გითხრა რომ ვიღაცა მიყიდა ის ადგილი და დაანგრია. ხო, დაგინგრიეს კაცობის მუზეუმი. გაიგე? გესროლეს, ბიჭო. გესროლეს, მადლობა ღმერთს გადავრჩით. მაგრამ ის ბიჭია მძიმედ შენ რო გადაგეფარა. მაგაში უხდი მაგ ბიჭს ფულს რომ გადამეფაროს. რა? იმ ბიჭმა თავისი მოვალეობა შეასრულა და შენ რა გააკეთე? მეც მამაო ჩემს მოვალეობას ვასრულებ. რა მოვალეობას, ბიჭო? საქმეს უნდა მივხედო. უნდა გავძლიერდე, გავფართოვდე. ადგილი უნდა დავიკავო აი ამ ქალაქში. რა ადგილი? საკუთარი, ჩემი ადგილი. შენ რა გეკუთვნის? რა ადგილი გეკუთვნის? ჰა? მამა გახსოვს როგორ გიჭირდა? დაგვეხვა რა ვინმე? ჰა? არავინ. კარგი, კარგი, ხო. კარგი, დაწყნარდე. არაფერი მიჭის.
ამას წინათ კოტე აბულაძეს შევხვდი. მამა შენს დიდ პატივს ვცემო. კოტე სხვა კაცია. მაგაცია ხო. გახსოვს რო გიჭირდა. მაგანაც უარი გითხრა დახმარებას. უნდა, მაგრამ არ შეიძლება. ვის კოტეს არ შეეძლო? მე იმის მეათედი არა მაგ ჩადენილი ძმაო რაც იმ ნაძირალას ხო? იყო დრო როდესაც მაგასაც მოსაკლავად დაძდებდნენ, მაგრამ ახლა ხო ხედავ ესე ვიქნები მეც. მოვა დრო და ასე ვიქნები. ისე შენზე ამბობენ კოტეს ეჭიდავებაო. ეგ არ ქნა მამა. ამას კოტეს პატივისცემით ამბობ თუ იცი რა ნაძირალაც. შეიძლება იფიქრო რომ ეს კოტემ გააკეთა ხო? მაგრამ არა. ვინც ეს გააკეთა ცოცხლად დაომარხავ. ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. წავედით. მამიკო, მოიცა რაღაცა მინდა გითხრა. რა? ის შენი ზაბიგალუკა სამტრედიაში მე ვიყიდე. იმიტომ ვიყიდე რომ დამენგრია, ხო? და სანამ ის ტერიტორია ჩემია, იქ სულ ნანგრევები იქნება. ხო? ახლა ყურადღებით მომისმინე, მეც გეტყვი ბოლო სათქმელს. კარგად გამოვიკვლევ, შენზე ცუდი ხმები მომდის. კარგად გამოვიკვლევ. დაწვრილებით. ვიდრე ბოლომდე არ გავიგებ, ხმას არ გაგცემ ბატონო. მაგრამ როცა გავიგებ, მოვალ და პასუხს მოგთხოვ. გაიგე? დავედით. სურა. ხო. იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. დამიჯერე გთხოვ. ფალმა დაგლოცოს. ლევან. კეთა. კეთა არა, ლევანი ვარ. როგორ შემაშინე? საიდან გაჩნდი? როგორ შემოხვედი? გასაღებით. ეს ტერიტორია მე მგონი ჯერჯერობით ჩემია რა? რა თქმა უნდა. უბრალოდ დავიბენი. როგორ ხარ? ფანტასტიურად გამოიყურები. ო? ფანტასტიურად და უცნაურად. სტილს არ ვღალატობ. შენ როგორ ხარ? ოჩახ, ჩემ ხელში ამ სახელოსნოს ესეთი დალაგება არ ღირსებია. დაჯექი ხა მომიყევი როგორ ახარ? აი. ლევანი ვინ არის? არის ერთი. და მეტი არაფერი? არ ვიცი, კეთა, არ ვიცი. უბრალოდ ძალიან დაბნეული ვარ. სულ ჩემზე რომ მეკითხები, შენ როგორ ხარ? ჩემი საქმეები როგორც ყოველთვის კარგადაა. ფანტასტიკური ქალაქია პარიზი. აი სულ რო არაფერი არ გინდოდეს, მაინც შეგაქმნევინებს. კარგ სტუდიაში მუშაობ პროექტებზე. ცოტა-ცოტას მუშაობ, ცოტა-ცოტას ვერთობი. ცოტაც მიყვარს. და ასე შემდეგ. შენ როგორ ხარ? ისინი გიგა ხო არ გამოსულა? არა. შენ ძვირფასი მამამთილი? ხო არ გაწუხებს? ცდილობდა.
მაგრამ თავის ადგილას დავსვი. ყოჩო? შენ ადრე ესეთი არ იყავი. ვის დამსახურებაა? ლევანის? ალბათ. კარგი რა, მოყევი ბოლოს და ბოლოს. ძალიან მომწონს. უფრო სწორედ გიყვარს არა? ხო. მე მაგას რა ჯობია? არ ვიცი. მოიცა. იმას უყვარ ხარ? ვერ გავიგებ. კარგი რა, მაგას ხალი ყოველთვის გაიგებს. მე კი ხვდები, მაგრამ რა მაგრამ? ეს არც ისე იოლია. საცოლე ყავს. ო. საცოლე კი არა, ცოლისგან წამოიყვან კაცს თუ გინდა. უკვე მეორე ადამიანი ხარ, რომელიც ამას მეუბნება. აჰა. და პირველი ვინ არის? ნასტია. Настя. Настя გამოცდილი ადამიანია. დაეჯერება. Так что выше голову и дерзай. ხო, ლევან. ალო. ალო. რომელი ხარ, რომელი? მერაბ. მერაბ, შენ ხარ? ხო, მე ვარ, როგორ ახართ, როგორ? როგორ იმგზავრე, როგორ ჩახვედი? ეხლა კითხულობ მაგას, მე როგორ ვიმგზავრე? სად ახარ, საქმე ხარ, გამაგებია. ხო, კარგი, დამშვიდი, მომისმინე, ევროპაში ვარ, ეხლა პატარა პრობლემები აქვს, მაგრამ მოვაგვარებ აუცილებლად. რა პრობლემები, ბიჭო? ყველა შენ გეძებს, კოტემ ინტერპოლს გადასცა შენი საქმე. რა ინტერპოლი, ვის ინტერპოლი? მე და ჩემმა მეგობარმა სიკანდერმა აქ მაგარი ხალხი გავჩიტეთ. პატარა შარში კი ვარ გახვეული, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ესე უნდა დაგეტოვებინე მარტო უცხო ქალაქში? რა უცხო ქალაქში, ამსტერდამში 20 ჯერ მაინც ხარ ნამყოფი. ქუთაისივითაა შენთვის. მომისმინე, ეხლა საქმე მაქვს და ამიტომ ვრეკავ, მათქმევინა. რა საქმე გაქვს, ბიჭო, რა საქმე? ხოტიკოს უთხარი, გერმანიის ნაკრების მაიკა უნდა ჩამოუტანოს. ბალაკის ნაცვამი ორიგინალი, გესმის? რა მაიკა, მერა, ბრეებს ლაპარაკობ, შენ მე მგონი სულ გაგიჟდი, ხო იცი? მომისმინე, ერთი წუთი საქმეზე ვრეკავ, ბიჭებს ვერ უკავშირდები. ილიას და ვატოს დაურეკე და უთხარი ბაიერნის წაგებაზე დადონ დღეს. ბოხუმთან. 100-იანი გაყიდული თამაშია. ეხლა იმ ხალხში გავიჩიტე, ვინც მაგ მაფიაშია, გესმის? დაიბარეს ბაიერნის ხალხი და უთხეს დაწეკიდო. ფაიზაღია, გეუბნები. ვინ არის, მერაბია? სად არის, მე ცოცხალია? აუცილებლად გადაეცი ბიჭებს ბაიერნის წაგებაზე დადონ. დიდი კუში აქვს, გესმის 4 და 5. კოტეს გამოართვი ფული და შენს დადე. გესმის აუცილებლად. რა ბაიერნი, მერაბ, სად ახარ, გამაგებინე, მითხარი, სად გდიხარ? ახლა გერმანიაში ვარ და იტალიაში მივდივარ. საქმეებია იქ რაღაცა. ვიღაცები გვეძებენ. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. ვინ გეძებს? იტალიაში რა გინდა? სადაც გდიხარ, მაგ ქალაქს სახელი არა აქვს მითხარი. რა ვიცი, რაღაც პატარა ქალაქია, რავი. კრეფელდი ქვია, მე მგონი. ხო, კრეფელდი ქვია, კი. მაგ დაეტიე, ფეხი არ მოიცვალო, კოტეს ხალხი მოგაგნებს და ჩამოგათრევს აქ. მომისმენი, არ არის საჭირო არავინ. აქ სიკანდერის მეგობრები არიან ინდოელები, მანქანების ბიზნესი აქვს. მაგარ კანალზე დამსვეს, რომ ჩამოვალ, ავტოსალონის და გავხსნა. კოტე შეამზადე. პატარა მაკუთი დამჭირდება სტარტაპისთვის, გესმის? მაგარ კუშს მოვხსნით. ძალიან მაგარი საქმეა, იცოდე. ხომ გესმის? რა გემანქანება შეუპატრონო, შენ კოტე სადაც გნახავს, იქ დაგმარხავს შენ, საცოდაო შენ. შენი სახელის გაგონება არ უნდა. ჩემს სახელს გესმის? მალე ევროპა გაიგებს. ახლა რასაც გეუბნები ის გააკეთე. კოტიკოს უთხარი, რომ მაიკა უნდა ჩამოუტანო და მაგრად გაუსწორდება. ბიჭებს უთხარი, ბაიერნის წაგებაზე დადონ. წავედი ახლა მე იტალიაში რომ ჩავალ, აუცილებლად დაგირეკავ. გაიგე? მერაბ. ალო, მერაბ. My wife. Nona. Wow. Yes. So that's your language? Yes. Good language. Thank you. Very good. Good language. Yeah. Okay.
Cheers. For the business of cars, you know? We got to make money here, man. We got to make money. ხო? ჯერ საქმე მაქვს ირაკლი. ალბათ არავინ არ გელოდება და არავის არ ელოდებია რა. ვინ იცის? ისე ესეთ ლამაზ გოგოს ალბათ აუცილებლად ეყოლება ვინმე რა. ირაკლი, მოდი პირდაპირ მითხარი რა გინდა. საშინლად არ მიყვარს ეს მიკებულ-მოკებული ლაპარაკი, განსაკუთრებით როცა საქმე მაქვს მაშინ. ბოდიშტოპ. არ მეგონა ეგეთი ბუტია თუ იყავ. ირაკლი. რა გნებავთ? მე არაფერი, თქვენ რა გნებავთ? არაფერი, მე უბრალოდ გესაუბრებოდით, იცით? თუ მე პათხოდებოდით. არა, რა შუაშია პათხოდი აქ. და ისე რომ მე პათხო და რა, მე არ შეიძლება? არა, როგორ არ შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება, უბრალოდ ცოტა მეთოდები მოგიძველდა მე მგონი. ყველა გოგოს ერთნაირად აბავა რა? მე? ხო შენ. იცი ყველას უყვარ ხარ, ყველა გეფერება, ყველას ლუბიმჩიკი ხარ. ხო და მე მგონი გაცნობის მეორე დღესვე კისერზე რო არ ჩამოგეკი და გეწყინა, ხო? სულაც არ მწყენი. იცი ირაკლი. ჩემს შესაბმელად ცოტა სხვა მეთოდებია საჭირო. რა მეთოდები? ეხლა ეგ მე თუ გითხარი რა აზრი აქვს, შენ თვითონ უნდა მიხვდე. მითხარი როგორ უნდა მოგექცე შენ? თუ როგორ არ უნდა მომექცე? ეგ რა შუაში? ერთ პატარა მინიშნებას მოგცემ. არ უნდა მომექცე ისე როგორც თამუნას. და არც ისე როგორც ლანასთან ცდილობ მოგცევას. ეგ საიდან იცი შენ? შენ საგმირო საქმეებზე ამ ოფისში ლეგენდები დადის ირაკლი. რატომ მე იაზვები სოფო? ეხა რო არ მოგწონდე არ დამელაპარაკებოდი, ხო? მე ვინ გითხრა რომ არ მომწონ ხარ? ეზი მოგწონ ვარ, ხო? ხო, მაგრამ მე არაფერს არ ნიშნავს. ერთი პატარა შეცდომა და ყველაფერი დამთავრდება. რა შეცდომა? კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემ. ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ყურადღება. მიყვარს როცა კომპლიმენტებს მეუნებიან, ოღონდ ხშირად. მიყვარს საინტერესო ადამიანები და ვერ ვიტან მომაბეზრებელ ხალხს. მერე? რა მერე? ეს მხოლოდ მინიშნება იყო ირაკლი. დანარჩენი შენ თვითონ იცი. კარგად. კარგად. არა, ამის ატანა წარმოუდგენელია. სულ გაგიჟდა ეგ საცოდავი, იტალიაში ვარო, გესმის? კაცი მკვდარი მგონია დამაგდო სადღაც 900 იქე და თვითონ მშვიდად მირეკავს, რომ მაგარ პონჩი გავეძრეო, მალე მსოფლიოს ავალაპარაკებო. დედა თავი მაქვს მოსაკლავი. ბავშვს რა უთხრა, სად არის ეს იდიოტი მამა შენი თქო? ცერა მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა. ეხლა კოტიკოზე იფიქრე, დაიღალა ბავშვი თქვენი გაუთავებელი სიურპრიზებით და ცხოვრების წესით. კაი დედა, კიდე მე მადანაშაულებ, იმანი მიმატოვა, დამაგდო იმ უცხო ქვეყანაში. ფეხზე გამომება თუ რა უნდა მექნა? მოიცადე, იცი რა, ვისაც გაყევი, ისეთი ცხოვრება მიიღე. ეხლა მთავარია იმაზე დაფიქრდე მამაშენს როგორ აუხსნი ამ ყველაფერს. როგორც არის ისე ავუხსნი. ვეთქვი სადღაც იტალიაში გდია თქო. ვაი, მარიამ, როდის მოხვედი? ეხლა ვერ შეგამჩნია. და ჯეკი მოდი. მოდი ჩვენთან. იცი ლევანი არ არის სახში, ისე რომ დალოდება მოგიწევს. არა უშავს, ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენთან ყოფნა და საუბარი. როგორ ახანა? კარგად შენ? რა ვიცი. მარიამ, ჯობია ის მომიყევი შოთა როგორ ცხოვრობს უალკოჰოლო ცხოვრებით. ან საერთოდ ელისო როგორ ეჩვევა ამას ყველაფერს. ეგ არ უნდა გეკითხოთ ნამდვილად. რას იზამს ბორგავს? აღარც ნადირობაო, აღარც თევზაობაო, სმაჭამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ესე იძახის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და პოდიუმი მინდა ეხლა მეო. კაცის ყველა ფუნქცია ჩამოვართოს, მე კაცი აღარა ვარო. ელისო სულ გააგიჟა, სამზარეულოდან აღარ გამოდის, ახალ რეცეპტებს იგონებს. მამა შენი აკეთებს საჭმელებს? ნონა, ყოველთვის ძალიან გემრიელად ამზადებდა, მართლა. ვერაფრით ვერ წარმომიდგენია მამამისი სამზარეულოში და დედამისი პრესით ტელევიზორთან. ხო. ბატონო? მე ვარ? რომელი ხარ? რომელი? კეთილის მსურველი. დიახ.
რა? როგორ? რა უაზრო ხუმრობაა? რა? მიხართ. დაკიდე ყურმილი. ახლა დაკიდე ყურმილი. დამანებით რომ მიხარ. დაკიდე ყურმილი. მარიამ, რა მოხდა? გინდა ელისის დაურეკო? არ მინდა ელისა, არ მინდა. დამანებას ყავთ, აი სადარილია მარი. ლევას დაემართა რამე? მარიამ, ლევას დაემართა რამე? ლევას კი რამე დამემართა. ნონა გაყევი თავს რამე არა უტეხოს. ჩქარა.